და სანამ გადაცემას დავიწყებდეთ, მინდა მოგილოცოთ ამაღლების დღესასწაული. ეს მოგიხსენებათ მე-40 დღეს ზეიმობს მართლმადიდებელი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღესასწაულს აღდგომიდან და ეს ნიშნავს ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასრულებას, რამაც პრინციპში ჩვენ მოგვცა იმის შანსი, რომ ჩვენს განვიღრმთობით და საბოლოო ჯამში ეს ჩანაფიქრი ღმერთის აღსრულდება და ღვთის ხატი მიემსგავსება თავის შემოქმედს, გილოცავთ ამ დღესასწაულს და შეგვეციოს ამაღლების მადლი. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ნოდარ კაპანაძე, ბატონო დიდი მადლობა, რომ მომბრძანეთ სტატისტიკოსი, სტატისტიკის სპეციალისტი და BlackRock-ზე მინდა დავიწყოთ საუბარი. გაირკვა, რომ საქართველოს ბანკისა და TBC ბანკის აქციის მართალია დიდია პროცენტი, არაცალს 5 და 6%-ით 4 და 5 ზუსტად არ მახსოვს, შეიძინა BlackRock-მა და ბუნებრივად იბადება კითხვა, რაში შეიძლება დასჭირვებოდა, რატომ შეიძლება დაინტერესებულიყო ეს საერთაშორისო კორპორაცია საქართველოს საბანკო ბაზრით, რა ასეთი ბრუნვა არის აქ რა შემოსავალი ან რისი კონტროლის საშუალებას იძლევა ეს აქციები და აქვე გავახსენებ ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას BlackRock-მა შეიძინა შავმიწა ნიადაგების ძალიან დიდი ნაწილი უკვე. მოგესალმებით, მოგესალმები მაყურებელს და მსმენელს, მეც ასევე გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. რა შეეხება თქვენი კითხვის პირველ ნაწილს, BlackRock-ი რატომ შეიძლება დაინტერესებულიყო აი ამ TBC ბანკის და საქართველოს ბანკის აქციების არასაკონტროლო პაკეტის მცირე ნაწილის შესყიდვით. პირველ რიგში ეს ამაზე რაღაც განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება და ამაზე ძალიან დიდი იმედის დამყარება ან თავზე ნაცრის დაღრა არ ხერს. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის 4 საინვესტიციო კორპორაცია, რომლებიც არის გიგანტური მასშტაბის, ეს არის ერთ-ერთი BlackRock-ი, არის State Street-ი, არის Fidelity და არის Vanguard-ი. BlackRock-ი არის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კორპორაცია. და რომელსაც ყავს თავისი ძალიან სერიოზული ანალიტიკოსების ჯგუფი და ეს გადაწყვეტილება ბანკის აქციების რაღაცნაირ პროცენტის ყიდვის ნიშნავს, რომ ეს მიმართულება მათ ინტერესებში პერსპექტიულად ჩანდეს შეიძლება. ვინაიდან ისინი გადაწყვეტილებას არიღებენ ემოციებზე დაყრდნობით, როგორც ესე. ხო და რა პერსპექტივა აქვს საბანკო სექტორს საქართველოში შეიძლება უშუალოდ საქართველოს მასშტაბი არ არის ესეთი, მაგრამ საქართველოს შეიძლება კონდეს პერსპექტივა, რომ რაღაც მონაკვეთში, რაღაც მოცემულობებში შეიძლება გახდეს ფინანსური ხაბი, მნიშვნელოვანი ფინანსური ხაბი, როგორც არის მაგალითად ჰონკონგი, როგორც არის აგეული სინგაპური და ასე მნიშვნელოვანი ფინანსური ხაბი შეიძლება გახდეს. სადაც ბევრი შავი ფულიც არის. ბევრი შავი ფული, ახლა მაგას ვერასდროს ვერავინ ვერ აცდება ესეთ რამეებს და შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფინანსური ხაბი და აქ რაღაც აქტივის ქონა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანიც იყოს. მაგრამ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ TBC ბანკის და საქართველოს ბანკის და საერთოდ საქართველოში საბანკო სექტორს ყავს თავისი ზედამხედველი. საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ახლა რამდენად საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება, ამაზეა დამოკიდებული, თვითონ ეს ფინანსური სექტორი როგორ იქნება და რამდენად საქართველოსთვის სასარგებლო იქნება. ის რომ აქ აი ამ სამყაროში, ფინანსურ სამყაროში თავისი წესები არის და ძალიან ბევრი დაუწერელი კანონია, რომელიც დაწერილი კანონებზე უფრო მნიშვნელოვანია და უფრო ესე ვთქვათ, ყურადსაღებია, ეს ფაქტია. ხოლო ის გარემოება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველოს TBC ბანკსაც, საქართველოს ბანკსაც და ყველა საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს, ეს თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლოს და ბოლოს მაინც
საქართველოს თავრობის კონტროლქვეშ იქნება ეს პროცესი. და ის რომ მათ რაღაც საკონტროლო პაკეტი კი არა, მცირე ნაწილი. ხო, ეს მაინც მცირე ნაწილი რას აძლევს მაინც? აძლევს რომ მონაწილეობას მიიღებენ პროცესში. აკონტროლებს მაინც, არა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი 50% პლუს 1 აქცია კონდეს იმისთვის რომ საქმის გულში იყოს. პირველ რიგში მთავარია საქმის გულში იყოს. რაღაცა კონდეს, კი ბატონო. ეხლა შეიძლება უკრაინაში უკრაინას ხო შეიძლება მინდოდა მეკითხა უკრაინაში ამ მიწების შესყიდვა უკრაინაში ეს წინასწარ იყო დაგეგმილი თქვენი აზრით უბრალოდ პროცესში გამოჩნდა რომ ასე აჯობებდა თუ იქ რა პერსპექტივაზე არის ეს გათვლილი აქ ისეთი რამეა რომ ეხლა ეს რომ თქვა რომ წინასწარ იყო დაგეგმილიო და უყოვნებლივ იტყვია რომ შეთქმულებების თეორიაო მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ მთელი მსოფლიოს კაცობრიობის ისტორია რა ჩვენ გვახსოვს შეთქმულებების პრაქტიკა ანუ თეორია არის ეს შეთქმულებების თუ არა ეს ცალკე გადავდოთ მაგრამ ეს ფაქტია რაც მოხდა ხო და უკრაინის შავმიწა-ნიადაგიანი ზონა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აქტივი რომელიც კი საერთოდ პლანეტა დედამიწაზე არსებობს ვინაიდან კაცობრიობის ასეთი რაოდენობის პირობებში სასურსათო უზრუნველყოფისთვის 3 თუ 4 მეტრი არის შავმიწა-ნიადაგიანი ფენის სისქე. სხვათა შორის შეგახსენებთ რომ სამამულო ომის დროს გერმანელებს რომელსაც ოკუპირებული ჰქონდათ შავმიწა-ნიადაგიანი ზონა ეშელონებით გაქონდათ ეს მიწა გერმანიაში. ეს არ არის უბრალო აქტივი და ალბათ შეიძლება პროცესის გამოჩნდა შეიძლება ერთ-ერთი მიზანიც იყო თავიდან ახლა ეს კონფლიქტი ხო თავისი და ესე თავისი არსით შორს არის დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისგან ეს არის გავლენებისა და გადანაწილების რომელი დემოკრატია რომელი ადამიანის უფლებები რას ლაპარაკობთ თუ ახლა ამ კონფლიქტის უკრაინის კონფლიქტის ატლას დაიწყო 2022 წლის თებერვლიდან საერთოდ წარმოდგენას ვერ შეიქმნი თუ რეალურად ძალთა განლაგება ვინ არის რა არის როგორ არის და რა ინტერესებია შედარებით უფრო ახლოს იქნები რეალობასთან თუ 14 წლიდან დაიწყებ ატლას მაგრამ კიდევ აინც ვერ იქნები ახლოს და უფრო ყველაზე უფრო ახლოს რეალობასთან იქნები თუ ატლას დაიწყებ 1596 წლის ბრესტის უნიიდან ესე ამ დროიდან მოდის ეს კონფლიქტი არ არის ეს გუშინ დაწყებული რა თქმა უნდა და ეს მიწები ეს იმიტომ რომ იმის და მიუხედავად ეს შავმიწა-ნიადაგები ომის შემდეგ ვის მფლობელობაში იქნება მაინც BlackRock-ის ანუ ვის შემადგენლობაში იქნება მაინც BlackRock-ის საკუთრება დარჩება მოლაპარაკების საფუძველი იქნება ეხლა მიდის საუბარი რომ უკრაინის მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონფლიქტის წესრიგში და ასე შემდეგ მაგრამ მე სიმართლე გითხრათ დიდი იმედით ვერ უყურებ ამას ვინაიდან ერთი არის რომ მე უფრო ეკონომიკური კუთხით უყურებ ამ კონფლიქტს და ყველაფერს მაგრამ რეალურად ეკონომიკურის გარდა ამ კონფლიქტს სხვა განზომილებაც გააჩნია მათ შორის არის ერთ-ერთი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილება რუსეთისთვის რატომღაც არავისგან არ გამიგონია სიტყვა კერძონის ხაზი და რატომ უნდა როდის შეიძლება გაჩერდეს რუსეთი რაზე შეიძლება დათანხმდეს რუსეთი როდის შეწყვიტოს ცეცხლი ჩემი აზრით კერძონის ხაზი არის ერთ-ერთი მთავარი ხაზი რომელიც რუსეთის ბუნებრივი უსაფრთხოების ზოლი არის რა. ხოლმე ჩვენთან ეს როცა ამბობენ რომ აი თბილისიზე ვერ გაბედა თბილისი არ ჭირდებოდა 2008 წელს რაც ჭირდებოდა აი კერძონის ხაზი გადის ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთის ტერიტორია ეს ორი რა დაკონტროლებს ეს არის ორი ისეთი ანკლავი სადაც ესე ვთქვათ ანკესის ნემსკავი არის შარჭობილი კი ბატონო და საქართველოს ვერსად ვერ გაიქცევა აი ამ ორი რეგიონის გარეშე ამ ორი რეგიონის გარეშე სადაც გინდა წადი მაგრამ აღმოჩნდება რომ ვერსადაც ვერ მიდიხარ მაგრამ სტრატეგიულადაც მნიშვნელოვანი ადგილები კი რასაკვირველია ცხინვალიდან სულ 15 თუ 20 კილომეტრია ტრასამდე რა და შეიძლება ერთი ბატალიონი საკმარისია რომ გაწყვეტო ქვეყანა წელში. ხოლო აფხაზეთი კიდე ზურგი არის ჩრდილო კავკასიის. რასაკვირველია.
ანუ არ გადის ეს კერძონის ხაზი მეთქი. ჩვენი კერძონის ხაზი ეს არის ხოლო უკრაინის კერძონის ხაზი ის არის სადაც გადის ხო და სად გადის უთხრათ ეს მზენაზე? ეს არის რაღაც ლვოვის ოდნავ დასავლეთით მდინარე ნემანის გასწვრივ და ეს ლორდი კერძონის სახელს უკავშირდება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის მოლაპარაკებები ვერსალის სისტემა როდესაც შეიქმნა მაშინ რუსეთის ფედერაციის ეს ხაზი რა სასაზღვრო ხაზი უზოლი გავიდა აქეთ აი ამ კერძონის ხაზი ერქვა ამას ამის შემდეგ 1939 წელს უკვე როცა გერმანელებმა გერმანია პოლონეთის კონფლიქტი დაიწყო 16 სექტემბერს საბჭოთა კავშირი დაიძრა წითელმა არმიამ გადაკვეთა საზღვარი და ლვოვი და ეკეთ ბრესტი და ეს ნაწილი შემოიერთა ეს უკვე კერძონის ხაზი ცოტა დასავლეთით გადაწია საზღვარი. მაგრამ კერძონის ხაზი ეს ძალიან მნიშვნელოვანი სასაზღვრო ზღუდეა, რომელიც რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ავსი რატომ არ ახსენებენ ამას, შემც გავუგებარია ცოტა. გასაგებია და ივნისიდან ევროკავშირი აპირებს გაუქმოს შეღავათები უკრაინულ პროდუქციას. უკრაინულ პროდუქციაზე არ ვიცი ახლა მე ვიცი რომ იყო ძალიან დიდი პრობლემები უკრაინული ხორბლის იმპორტზე ევროპაში, როდესაც პოლონელმა ფერმერებმა, პოლონელებმა, ჩეხებმა, რუმინელმა ფერმერებმა ძალიან დიდი პროტესტი გამოთქვეს უკრაინული ხორბლის და სხვა სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის იმპორტზე. და იგივე ახლა კიდე ამ შეღავათების გაუქმება შეიძლება ამათ ინტერესებში შედის, მაგრამ ახლა უკრაინაში რა იწარმოება მე უკრაინის საგარეო ვაჭრობის სტრუქტურა არ მინახავს დიდი ხანია, მაგრამ თუ საერთოდ რაღაცა გააქვს კიდე ექსპორტზე უკრაინას არ ვიცი. ეს თემა უკრაინას გააქვს თორე ექსპორტზე, მე ვლაპარაკობ ევროკავშირის დამოკიდებულებას. თუ არ გააქვს, მით უმეტეს დატოვოს მაშინ შეღავათები. ხო, კი ბატონო, მაგრამ ეს დამოკიდებულება არის, რა თქმა უნდა, ახლა ამერიკის შეერთებული შტატები აშკარად უნდა გასვლა უკრაინის კონფლიქტიდან. უნდა გასვლა კონფლიქტიდან ისე, რომ მთელი ეს სიმძიმე ამ კონფლიქტის ჩამოკიდოს ევროკავშირს. ანუ ამერიკის შეერთებული შტატებმა დაიბევა იმ ხელშეკრულებით თავისი ეკონომიკური ინტერესი თუ არეალი და შემდეგ გადის და ამ დროს თითქოს ეს ხელშეკრულება იდებოდა უსაფრთხოებისთვის უკრაინის. მავსე მე არ მგონია რომ უკრაინის უსაფრთხოებაზე ვინმე მაინც ზრუნავდეს. უკრაინის უსაფრთხოებას დიდი ხანია უკვე აღარ აღარ მოწერა ხელი მაშინ უკრაინამ ამას, იმიტომ რომ ვალი გაექვითა? არა, უკრაინას ისეთ რამებზე მოაწერა ხელი, რომ რა არის გასაკვირი, რომ ამაზეც მოაწერა ხელი. ასაკვირველია, ისეთ რამებზე ხელი მოწერა და ეს ამდენი ვალი საიდან აიღო, ეს კონფლიქტი საიდან დაიწყო, ხო. ისეთ ხელშეკრულებებზე და ისეთ რამებზე ხელი მოწერილი, მათ შორის ეს ერთ-ერთი რიგითი ამბავია. განსაკუთრებული. და არ არის უცნაური ერთი ხელით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აცხადებენ რომ წამყვანი სახელმწიფოები დაეხმარებიან უკრაინას და მეორე მხრივ აი ამ შეღავათებს უქმებენ. აი ეს როგორ აი ჩემთვის გაუგებარია ეს როგორ ეს ის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, რასაც ევროკავშირის ქვეყნები თუნდაც ჩვენს მიმართ აწარმოებენ და ნებისმიერი ხო, მაგრამ ის ქვეყანა ხო იბრძვის, რო არის თუ იცი რა სხვა გზა არ აქვს. რა მნიშვნელობა ჩვენს რომ იბრძოდეთ რა, ჩვენთან სხვანაირი დამოკიდებულება ექნებათ. ჩვენც ხო ესეთი ჩვენთან ხო არის ეს ევრომადიდებლობა ესეთი რელიგიის დონეზე არის რწმენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი ოქროს ოცნება და იქ თუ გავწევრიანდებით, ყველაფერი კარგად იქნება. მე მახსოვს 90-იან წლებში დასაწყისში იყო ესეთი ოცნება, რომ როდის გავწევრიანდებით გაეროში, აი გაეროში რო გავწევრიანდებით, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მე ევროსაბჭო. გაეროში გავწევრიანდით და აი როგორც მარათონის ბრძოლის შემდეგ აი ათენელი მალემსუბოლე რომ მივიდა სირბილით და დაეძახა გავიმარჯვეთო დაეცა და მოკვდა ისე შევედით გაეროში. დალეწილები, დაფშვნილები სამოქალაქო ომის წესში გახოვლები. შემდეგ იყო ევროსაბჭოში გაწევრიანება, ხო? და იქით ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები, რომლებიც არ უნდა აგვეღო წესით,
მხოლოდ იმიტომ რომ შეგვესწრო აზერბაიჯანის და სომხეთის ვიზა ისინიც გადასარევად კი ბატონო ყველა მე ისევე როგორც გაეროში ჩვენ ხო შევედით ესე შემდგომ ევროსაბჭოში შევედით ჩვენ შემდეგ ყველა დაიწყო და ესე წყობრი ნაბიჯით შემოვიდნენ გაეროშიც ევროსაბჭოშიც და ასე შემდეგ და არავითარი ვალდებულებები მაგრამ აი ხო მაგალითად ევროკავშირში გაზევრიანება და თუ შეიძლება და რეკლამის გამო ციხე და შევწყვიტოთ და განაგზოთ შემდეგ ამ თემაზე საუბარი ჩვენ მალე დავბრუნდებით და გველოდეთ ჩვენ დავბრუნდით ეთერში განაგზობთ ჩვენს გადაცემას სტუმართან ნოდარ კაპანძესთან ერთად ბატონო ჩვენ უკვე ევროკავშირის მივადექით გაეროსა და ევროსაბჭოს შემდეგ და აქვე მინდა გავიხსენო რომ ევროასოციაციაში შეთანხმება გვაქვს ჩვენ გაფორმებული რა თქმა უნდა და ამავდროულად საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე წლის წინათ გაუკეთა რატიფიცირება დოკუმენტს აი ამ ევროასოციირების ფარგლებში რის თანახმადაც ჩვენ ევროკავშირს ვაწვდით ენერგომატარებლები მიდის ჯერჯერობით ენერგომატარებლებს აი საერთაშორისო მილსადენებით შიდა ტრანზიტის ფასად. ჩემთვის გაუგონარია. ჩვენი ფუნქცია არის სატრანზიტო ფუნქცია, მათ შორის. სატრანზიტო ფუნქცია და ეს არის ჩვენი შემოსავლის წყაროც. და ევროკავშირს რა გაუჭირდა ამისი ფასი? ან ჩვენმა პარლამენტმა რატო გაუკეთეს ოცნების ხელისუფლების დროს მოხდა? ჩვენმა პარლამენტმა რატო ისე როგორც ევროასოციირებას ოცნების დროს მოეწერა ხელგასაგებია რატიფიცირებაც ამ დროს მოხდებოდა. რა საჩქარო იყო ეს და ეს რაღაცნაირად არ ურტყამს ჩვენს სადერეფნო ფუნქციას თუ გაიზრდება იქ თქვა მოცულობა გატარებული ენერგომატარებლის ჩვენ რამე აქედან ჩვენ რატომ დავარჩინოთ ევროკავშირი არ მესმის? დავიწყოთ იმით რომ პირველ რიგში თავრობას მე მაინც სანამ ბრალს წაუყენებდეთ. არა, ბრალს არ წაუყენებ, არ მესმის. სიტყვაზე რა. ბევრი რამე ალბათ ესეთ ვითარებაში მოხდა, როდესაც ყველაფერი მთლად ბოლო მოვლენებმა როგორც აჩვენა რომ ბოლო მოვლენებმა აჩვენა რომ ყველაფერი მთლად ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით არ ხდებოდა. და იყო ზეწოლა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება პირველ რიგში მოდით ამას შევხედოთ. ეს არის ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი. სხვა ყველაფერი დანარჩენი ეხლა რა განაცხადა იქ ვიღაცა იუკნევის მან ჟიგიმანტას პავილიონის მან ვიღაცებმა რა განაცხადეს ეს ყველაფერი არის უბრალოდ თქვა. ხო რეალური წყალია. ხელმოწერილი დოკუმენტი არის DCFTA. რომელიც სამწუხაროდ არავის არ აქვს საკითხული. თუ არა ამ დოკუმენტს თუ კარგად წაიკითხავ, მაშინ იტყვით რომ ალბათ პეჯვარს გადაეწერა და ღმერთმა დაგვიფაროს აქ შესვლისგან. სადაც აღმოჩნდება რომ თითქმის არსად არ არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესები გათვალისწინებული აქ. ეს არის პირობები, როდესაც შენ აი ამ სუფრაზე ევროკავშირის სუფრაზე საუკეთესო შემთხვევაში მიწვეული ხარ კერძის სტატუსით. და მაშინ ვიკითხავ, რატომ არ უნდა იყო მიწვეული კერძის სტატუსით და კიდევ ვინ არის მიწვეული კერძის სტატუსით? ყველა კერძის სტატუსითაა მიწვეული აი მძირი კარლოს დიდის იმპერიის აი მძირი ევროპის გარდა. ძირი ევროპა ეს არის კარლოს დიდის იმპერია, ახლობლად საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი ეს ნაწილი და დანარჩენი ყველა ჩვენს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ბალტიისპირეთი და კიდევ ბევრი ქვეყნები შევართ კერძის სტატუსში მიწვეული. და ჩვენ თუ გვინდა გაწევრიანება, გავწევრიანდეთ. მე პირადად ევრომადიდებლობის ევრომადიდებლობას ასეთ თვალით ვუყურებ, რომ სხვებისგან განსხვავებით მე ეს ხელშეკრულება უბრალოდ წავიკითხე 432-ე მუხლე. მინდა გითხრათ რომ ძალიან მოსაწყენი რამე იყო, ეს არის იურიდიული ბნელმეტყველება, ჩვეულებრივი თავისი დანართებით და ძალიან საინტერესო რამე არის, რომ ეკონომიკურად ეს ხელშეკრულება საქართველოს სუვერენიტეტს პრაქტიკულად ანულებს და საქართველოში ესე იგი საქართველოს ფუნქცია არის ესეთი დანამატი ეს იქნება უბრალოდ დანამატი ესეთი სარესურსები ხო ჩვენ რაც ღირსეული რესურსები გვაქვს იმდენი მაგრამ რას იქნება რა უბრალოდ დანამატი ევროპის დამატებითი ბაზარი რაღაც უბრალოდ ნაწლავის ფუნქცია გვექნება მეტი არაფერი. თქვათ ეხლა დაგისვამთ ოპონირებულ კითხვას, საქართველოს სუვერენიტეტი არ არის გათვალისწინებულიო.
თქვი შეიძლება არ იყოს საქართველოს სუვერენიტეტი გათვალისწინებული, მაგრამ რაღაცა შეღავათი იგრძნოს ქვეყანა მოსახლე აი თუ შეიძლება ეგეთი ვარიანტი. შეღავათი არ არის გათვალისწინებული. არა შეღავათი იგრძნოს ქვეყანამ მოსახლეობის მოსახლეობის განწყობები აი ევროკავშირში გაწევრიანებისთან დაკავშირებით და რას ელის მოსახლეობა მინახავს ესეთი კვლევები. მოსახლეობა ელოდება ევროკავშირში გაწევრიანებით მაღალ ხელფასებს, რაც აბსურდია კი ბატონო. კი, მაღალ პენსიებს. ესეც აბსურდია კი ბატონო. რატომღაც ყველა ელოდება დახმარებებს, სამუშაო ადგილებს. არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. ხელფასი და პენსია თუ გექნება საშუალება გადაუხადე, ხო? მაგრამ ძალიან გამეკვირდება რომ ამის საშუალება გქონდეს. სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს. კი, რაც საკვირველია, ევროკავშირი არც არ გადაიხდის ამისთვის. მაგრამ რო არის ლაპარაკი რა შეიძლება გამოიყოს სოფლის მეურნეობის რაღაც დარგებისთვის გრანტები. სოფლის გეტყვით ახლა რა შეიძლება გამოიყოს, როგორც მაგალითად მოხდა ბულგარეთში, როგორც მაგალითად მოხდა საბერძნეთში, როგორც მაგალითად მოხდა ბალტიისპირეთში. და მოლდოვისთვის რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ხო? გამოყოფის ჯერ არ მიიღო თუ არა, მაგრამ ხომ აი არ ვიცი, მაგრამ ნუ პრაქტიკა როგორი არის. ევროკავშირის აი ამ ხელშეკრულებებით პირველ რიგში გათვალისწინებული არის ამ ძირი ქვეყნების ინტერესი. ის რომ მაგალითად თუ შენთან არის ყურძნის წარმოება და ღვინის წარმოება, იქ პირველ რიგში გათვალისწინებული არის საფრანგეთის და იტალიას უჭირავს ეს ნიშა. ღვინის წარმოების და ესპანეთის. და შენ რომ ვენახი გაჩეხო მაგისტვის გამოიყოფა რომ აი რაღაც პერიოდი სუბსიდია რომ ვენახი გაჩეხო და იმის ადგილას სხვა მოიყვანო. მაგრამ მე რაღაც პერიოდის მერე ეს სუბსიდიები წყდება, ისევე როგორც მოხდა ბალტიისპირეთში მაგალითად რძეს პროდუქციის წარმოებაზე. შპროტის და თევზის საკონსერვო წარმოებაზე. როგორც მოხდა მაგალითად ბულგარეთში, რომელიც იყო კვების მრეწველობის ერთ-ერთი ფლაგმანი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების სისტემაში, გამოიყო იქაც სუბსიდიები რაღაც პერიოდი, გაჩერდა ეს წარმოებები, ეხლა ეს სუბსიდიები აღარ არის, წარმოებიც აღარ არის. ეს არის. და ამ ევროკავშირზე ლაპარაკი დაიწყო ჯერ კიდე შევარდნაძის პერიოდიდან. არავის არ ქონდა წაკითხული? ან არავინ არ იცოდა რა პირობები იქნებოდა. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აი ხელისუფლება მაინდა-მაინც არის ყველა ხელისუფლება თავისი ქვეყნის რაღაცა ინტერესების საპირისპიროდ მოქმედიან. მე დავშვებას ყოველთვის ვაკეთებ, რომ მეტნაკლებად თავისი ქვეყნის ინტერესების მოქმედებს და როგორ ეხა ყველა ხელისუფლება რომელიც ყავდა როგორ შეიძლება რომ ლოგიკა არ არის რა. იცით, მოდით ესე ვილაპარაკოთ. არ გვინდა ჩვენ არავის ნურს გამყიდველის იარაღს მივაწოდოთ, ნურს პატრიოტისაც. უბრალოდ საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს. აი ეს არის ხელშეკრულება, დაწერილია. ხელი აქვს მოწერილი. გამოქვეყნებულია. არავინ არაფერს არ ეტყუება, არავინ არაფერს არ მალავს. ნახოთ ხო რა წერია, ეს წერია. როცა წაიკითხავ ნახავ რომ მართლა ეს მაგინ ევროასოცირებას რატომ მოვაწერეთ ხელი რატო არ წაიკითხა მანამდე თავში რატო არ აი ეს ძალიან ბევრჯერ არის როდესაც ეხა ხელი მოვაწერე მე ეხა იქნება უკვე ისეთი სიტუაცია ბათუმის აეროპორტის არ იყოს როგორ გინდა მართვიდან გამოართვა თურქეთს ხო ისე რომ კეთილმეზობლობა შეინარჩუნო კი ბატონო რატომ მოაწერეს მაშინ მაგას ხელი? არის ხო რაღაცები ხელების გადაგრეხის პირობებში ხდება, რაღაცების ხდება, რაღაცების. მე ხლა ანუ ინსაიდერული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ რასაც ხელი მოწერილი აქვს, არის ეს. ეს არის. ეხლა და რამდენად არის შესაძლებელი რომ ეს უკან გამოითხოვეს ხელმოწერა თუ თქვა რომ აღარ მინდა აღარ ვთამაშობ. არაფერი თვითონ ევროკავშირი ანგაძლებს ან არა 2020 წლამდე რომლის მერეც გასაგებია მაგრამ ევროკავშირი ანგაძლებს ან არა და დიდი ალბათობით ალბათ არა ჯერ თვითონ უნდა შეინარჩუნოს რა თქმა უნდა თავისი სტრუქტურა და შიდა მობილიზაცია უკვე თავდაცვაზეც ხო გამოყვეს რაღაცა აგარკული თანხები მაგრამ ის ხო ამბობს ამაგერტ ეს არის ევროკავშირის ბიუროკრატიის წარმომადგენლებისთვის და ევროკავშირის სახელმწიფოს აი რო აღნიშნეთ აი დიდი სახელმწიფოების წარმმართველი სახელმწიფოების პირველი პირებისთვის რაღაცა განცხადებების და მათ შორის ანტი ქართული განცხადებების გაკეთების საფუძველი თორემ მე მესმის ისინი შეიძლება არაპირებენ
იტყობენ ალბათ მე ასე ვიტყვი უდიდესი ალბათობით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ისინი ამას იტყვიან გახსნილად და აშკარად. ისინი იტყვიან რომ პირიქით ჩვენ გვინდა ამათ არ უნდათ და აი ამ სიტუაციიდან როგორ შეიძლება იყოს რომ არ დაზარალდეს საქართველოს ჩვენი სახელმწიფო არ დაზარალდეს. ის შეუძლია ევროკავშირს თქვა გვავნოს იმიტომ რომ დაწყენიან გაბრაზებული. ჩემი აზრი არის ესეთი. მე რო ჩემს ვამბობ და ამის დასაბუთება შემიძლია ნებისმიერ დროს. თავარი არის ასეთი რამე რომ ქვეყნის ჩვენთან დიდი ხანია მინიმუმ ესე 90-იან წლებიდან მოყოლებული ქვეყნის შიდა პოლიტიკა არის საგარეო პოლიტიკის წარმოებული. ეკონომიკური პოლიტიკა იქნება უსაფრთხოება თუ რა იქნება საგარეო პოლიტიკის წარმოებული საგარეო ვექტორები განსაზღვრავენ შიგნითკენ შიდა პოლიტიკას. უნდა იყოს პირიქით ნებისმიერ კავშირში იქნება გაწევრიანება, ნებისმიერ ორგანიზაციაში იქნება გაწევრიანება, ნებისმიერ ხელშეკრულება იქნება თუ რა იქნება, ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის შიდა ინტერესებს, ქვეყნის მოსახლეობის, კეთილდღეობის და უნდა იყოს აღმოსავალი წერტილი. ეს უნდა იყოს ყველაზე მთავარი. და არა ის რომ რომელიღაც ტრიბუნაზე ვინ რას განაცხადებს. ჩვენ მივხვდეთ ჩვენ თავს ჩვენ ქვეყანას პირველ რიგში და ყველა საგარეო ურთიერთობა უნდა ამის გათვალისწინებით უნდა იყოს. მაგრამ ბატონო და აი თქვენც აღნიშნეთ რომ აი ეს როცა მე ვთქვი რომ რასაც იყო რატიფიცირება ამ ნაწილის ამ დოკუმენტის რომ ჩვენ შიდა ტარიფით მიგვეწოდებინა ენერგომატარებლები ევროკავშირისთვის რომ ყველა გადაწყვეტილება არ მიიღება კი ბატონო არ მიიღებოდა და პრინციპში ხელისუფლების წარმომადგენლებს ამბობენ რაღაც გადაწყვეტილებები იძულების წესით იყო მიღებული. ამ ფონზე მე უფრო და უფრო რაღაცა ნაკლები ოპტიმიზმურად ვარ განწყობილი იმის თქმისას და გააზრებისას რომ აი რაღაცა შეუძლია სახელმწიფოს მათ შორის ჩვენ სახელმწიფოს რომ გაუძლოს რყევებს გაუძლოს ზეწოლებს მით უმეტეს როდესაც აი ქვეყნის შიგნითაც ცოტა აი პოლიტიკური კლასის კულტურა ჩვენთან არის ძალიან დაბალი და ამას არ აღნიშნება ახლა სამწუხაროდ არსად არ არის მაღალი თვითონ სოფლიოში მაგრამ ჩვენ ყოველს თავის სამრეკლო აქო ჩვენი მტრები ვიტიროთ არ მინდეს ასოციაცია ჩვენს ბატებს მივხედოთ ასე ვთქვათ ეს იდიომებია არავის მტრებს არ ვადარებ და არავის ბატებს ხა ძალიან დიდი პრობლემა არის ქართული იმისი ენის ცოდნის და ამიტომ ვაკეთებ განმარტებას რომ ეს საშუალება იყოს რაღაცნაირად გახვიდე ფონს მე რასაც ვუყურებ ხო აი სირიას ევროკავშირმა მოუხსნა ყველა ტიპის სანქცია კი ბატონო ყველა სანქცია მარტო დაუტოვა ასადთან ასოცირებულ კომპანიებს სანქციები ნუ ამერიკის შეერთებული შტატების მოუხსნის ალბათ და გაშიშვლებული არის ის დამოკიდებულება რომ თუ კი არის ჩემი ინტერესი ჩიკოტილოსაც და ჯეკიმ ფატრავსაც ჩამოვართმევ ხელს და მივწევ საშუალებას ფატროს. იმან დახოცოს, ამანაც დახოცოს, ხო ფატრით დახოცოს. როდესაც ასე გაშიშვლებული არის საერთაშორისო ურთიერთობებში ეს დამოკიდებულება, მე არ ვიცი რა რესურსი რჩება ჩვენი ტიპის რაოდენობის მხრივაც, ეკონომიკის სიდიდის მხრივაც, ეკონომიკის დამოკიდებულების მხრივაც არაშიდა ფაქტორებზე პოტენციალი რომ მეტნაკლებად გადარჩეს ამ სიტუაციაში და გაუძლოს ამ რყევებს. პრაქტიკა აჩვენებს რომ ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით უძლებს და წარმატებით ართმევს თავს ამ ამოცანებში. დაახლოებით 2014 წლიდან მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს გადატრიალება მოხდა და ნუ პრინციპში ეს ომი რეალურად 2014 წლის გაზაფხულის საკეთ მიმდინარეობს. მას აქეთ საქართველოს ძალიან ბევრჯერ ქონდა რეალური საფრთხის წინაშე იდგა რომ ჩართულიყო ამ კონფლიქტში და ერთ-ერთი მხარე გამختارიყო აი ამ კონფლიქტში და ძალიან რთული და შეიძლება ითქვას დაღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს რომ ჩვენმა თავრობამ საკმაოდ სწორი ნაბიჯები გადადგა იმისთვის რომ ამ კონფლიქტში არ ჩართულიყო და გავდივართ ფონს როგორღაც თუმცა სამომავლოდ გამოწვევები კიდევ ბევრი იქნება ალბათ მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური გამოწვევები მაგრამ ეკონომიკურის და რაც გვაქვს ჩვენ ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ტემპი ეკონომიკური ზრდის ეს ძალიან კარგია მაგრამ რამდენად მდგრადია ეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნუ ყოველ შემთხვევაში
ჯერჯერობით რასაც აკეთებს თავრობა, სწორად აკეთებს. რომ სწორად ლავირებს, მაგრამ რამდენად ბოლომდე გავალთ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მათ შორის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რამდენად კარგად და რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. და ის მუდმივად ლავირების რეჟიმში ყოფნა როგორ მოქმედებს სტაბილურობაზე, აი გარემოს სტაბილურობაზე, რაც მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური განვითარებისთვის. ნუ ახლა სტაბილური გარემო ჩვენ რეგიონში არსად არ არის სტაბილური გარემო, მაგრამ ჩვენ რეგიონში არც აზერბაიჯანში? აზერბაიჯანში კი სტაბილური გარემოა, მაგრამ სტაბილური გარემო აზერბაიჯანში არ არის, მხრივ რომ აგერ ახლახანს ქონდა სომხეთთან. ხო და ამის გათვალისწინებით აქ ჯერჯერობით სტაბილური გარემო არ არის. მაგრამ მთელ რეგიონში ყველაფერი ფარდობითი არის, შეიძლება კირიბატიზე ან ვანუატუში ან ფიჯიზე არ იყოს ესეთი დაზაბული მდგომარეობა, იმიტომ რომ იქ არ არის ესეთი გეოპოლიტიკური ინტერესები, ხოლო ჩვენ როდესაც კონტინენტის ჭიπზე ვართ და სადაც ყველა ინტერესი გადის პრაქტიკულად შუა დერეფანი და ასე შემდეგ, ირგვლივ თუ გავიხედავთ, ყველგან ცეცხლიანთია, ჩვენთან ცეცხლი არ ანთია, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. და აი ამის შენარჩუნება, იმ მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის მთავარი ამოცანა. რასაც ჯერჯერობით ჩვენ თავრობა წარმატებით ართმევს თავს. და თვითონ თქვენ როგორ ხსნით კი ეს შეიძლება ვთქვათ აი სტატისტიკურადაც თუ იხსნება რომ რაღაცა პროცენტი არსებობს მოსახლეობის აი რომელიც გამოდის და ამბობს კი ომი მინდა რა თქმა უნდა ეს ყოველთვის არსებობს განსაკუთრებით თუ კი აი ამ მოსახლეობის რაღაც ნაწილს და ესე ვთქვათ მატერიალურად დაინტერესებენ რომ თქვას ეს ერთი არის რომ რაცა ამბობს ომი მინდა, მაგრამ რეალურად რამდენიმე მათგანი არის ომში წამსვლელი, ეს ძალიან საკითხავია, ხო? და ომი მინდა ამის თქმას თქმა ერთია და ქნა მეორე რა. არა ეს მე მესმის, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ის ამას ხო არ ამბობენ, თქვათ, აი ამას ამბობენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ლექტორები. ამას ამბობენ პოლიტიკოსები, ანუ რომლებიცაც ვერ ვიტყვით, არ შემოწმებათ გონებრივი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა პრობლემა აქვს გონებრივი. ხა ის ვინც ამბობს, რომ მე მინდა ომი, ხა პირდაპირ ეთერში იმის თქმა რა დამოკიდებულება მაქვს არ გამოვა უბრალოდ ხერხულია. ნარჩენი ხარ ასკე ომი გინდა. რა თქმა უნდა. ანუ ეს ამას თქვენ უკავშირებთ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცა დაინტერესების. რასაკვირველი მატერიალური დაინტერესების პირობებში ამოს ადამიანი ამას. სტატისტიკურად ადამიანს არ შეიძლება უნდადეს, რა ომი. სტატისტიკურად შეიძლება იყოს შეიძლება რა თქმა უნდა ხა ესეთი გადახრა 1000-ნაირი შეიძლება იყოს და ესეც შეიძლება იყოს ხა ომი არ ნორმალურ ადამიანს ომი არ უნდა. რა თქმა უნდა ბუნებრივია. და კიდევ საინტერესო არის კაია კალასმა როგორც იქნა თქვა ჩემი აზრით ორი მიმართულება იყო, არა ბევრი მიმართულება გამოკვეთილი, მაგრამ ეს ორი მიმართულება ბალტიის ზღვის და შავი ზღვის და ბალტიისპირელი დეპუტაცია ევროპა ასევე ბალტიისპირეთის განსაკუთრებით სამივე ალბათ ლიეტუვა, ლატვიაც და ესტონეთიც აქტიურობს ანტი-საქართველოს წინააღმდეგ უცნაური განცხადებებით და მე მესმის იმიტომ რომ იქ ან ბალტიის ზღვაზე უნდა მიიტანოს იერიში, ერთდროულად ხوار მიიტანს რუსეთიდან შავ ზღვაზე. ორივე არის სტრატეგიული სივრცე და მნიშვნელოვანი არის აი ამ დაპირისპირებული ხარებისთვის ამან გაიხსნას იმან დაიკეტოს. გაიხსენეთ 2008 წელი. 2008 წელში ჩვენი ქვეყანა იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაყვარლესი მათი პოლიტიკური კლასის უსაყვარლესი ქვეყანა. რატომ? იმიტომ რომ ომი იყო შავი ზღვის სიახლოვეს, რა თქმა უნდა. და ამ დროს დაწყებული პეჩორიდან ჩებოქსარამდე ესტონურ და ლატვიურ ძეს პროდუქტებს მიქონდა რუსეთი. ეხლაც რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი რატომღაც არის ლატვია. ლატვიაში როდესაც არის ლატვია თუ ლიტვა არის. ხო რომელიღაცა არის და ერთი კონიაკის არის მე მგონი ესტონეთი და მეორე არის რომელიღაცა ლატვიელი. ხო, გასაგებია, ხო? ანუ შეზახილებით სააქეზეს მურია და შეაჭამეს გლებსაო და ნუ ახლა საქართველოს თავრობა რატომღაც თქვა რომ მოდით იცით ჩვენ იდიოტები არ ვიქნებით და დაგვანებეთ თავი რა. და ამიტომაც ვარ ძალიან სუდები. ეხლა
და რატომ დავიწყე ეს? ნუ გასაგებია რომ მათი ინტერესია რომ ისრებ ისევ აქეთ გადმოვიდეს. და ეს არაფერი ამაში არ ახლა მე ის მეკვირს ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები რო უჭერენ ამას მხარს ან ვერ ხვდებიან ან არ ვიცი მე. რაც არ უნდა ფული აიღო. შეორნაც არ იყოს ყოველას ფული გამოართვი და ხმავე მომეცით. აქ ყველაფერი ისა ხელის გულზე დევს და რა ვიცი თუ ამას ვინმე ვერ ხედავს. დიახ, სწორედ მაგას ვამბობ და აი კაიკავას მე ხა თქვა ჩვენ რაღაცა ხაბი უნდა შევქმნათო საინფორმაციო შავ ზღვაშიო. მე არ ვიცი არ დაუკონკრეტებია შავი ზღვის ნატოს და ევროკავშირის მონაკვეთს გულისხმობს თუ ჩვენი სანაპიროც მნიშვნელოვანი გახდა ჩვენი აკვატორია. რაც არ ვიცი, მაგრამ თუ რაღაც ჰაბი შექმნას აპირებს კაია გალასი ალბათ ბულგარეთის და რუმინეთის წარმომადგენლებთან და უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად რაღაცას გააკეთებს. მე არ მგონია რომ საქართველოს არა მე გულისხმობ რომ ამ შემთხვევაში ამ მიმართულებითაც აქტუალური იქნება მეთქი საქართველოს ზეწოლა და რასაკვირველია ისინი ყველანაირად შეეცდებიან ეს იყო პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების და მათ შორის ფინეთისაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესი აგრესია ყოფილიყო მომართული აქეთ და არა მათი მიმართულება. ხო და ეს ბუნებრივია რა თქმა უნდა. ზოგადად ეხლა გადასარევად არაერთხელ თვითონაც განაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნის წარმომადგენლებმა არ მახსოვს რომელმა ზუსტად მაგრამ არაერთი განცხადება ყოფილა რომ ძალიან კარგია რომ რუსეთი უკრაინაში ხარჯავს ზალებს და იქითკენ აღარ მისი აგრესია იქით აღარ არის მიმართული. რატომაც არა. თუ შენ აღმოჩნდები იდიოტის როლში, სასარგებლო იდიოტის როლში, კი ბატონო, არავინ არ დაგიშლის თქვენება. იღავით. და მერც თქვა გასაოცარი რამ ჩემი აზრით რომ ორი ქვეტექსტი იყო გასაოცარი, თორე ისე გასაოცარი არაფერი უთქვამს რომ როდესაც ომია ერთ-ერთი მხარის გამოფიტვამდე გრძელდება, ან ორივე მხარის და უკრაინას ჯერჯერობით ამის პირი არ უჩანს უკრაინაში ომსო. ესე იგი გადაწყვეტილი აქვს ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინა ბოლო მისი რესურსი ყველანაირი ბოლომდე იყოს ამოწურული იმ იმედით, რომ ეს რუსეთს შეარყევს. შეიძლება მივიღოთ ეს განცხადება ამის საფუძვლად. ნუ მაგას აშკარად ცდილობენ, ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებას პირი არ უჩანს ამ მოცემულობაში, მიუხედავად იმისა, თუ რა სამშვიდობო შეთანხმებებზეა საუბარი, ხოლო ტყვეების გასვლაზე იყო რაღაც შეთანხმება მიღწეული რამდენადაც ვიცი, სესხლის შეწყვეტა საუბარიც არ ყოფილა. და იმიტომ რომ არც ერთი მხარე არ არის მზად კონფლიქტის შეჩერებისთვის. არც ერთი მონაწილე მხარე. და სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო მედინსკი თქვა მე მგონი უკრაინის წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით რომ მათ გითხრას რომ თქვენ ერთი ხელმძღვანელი ხავს ვისთანაც უნდა შეეთანხმო და ჩვენ მინიმუმ 3-ო და აქედან გამომდინარე ძალიან დიდია პრობლემა და მე მგონია რომ ესე თუ გაგრძელდა შეიძლება წელსაც ვერ მოხერხდეს ამ კონფლიქტის დასრულება. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის დრო ამოიწრო. ჩვენ ცირხად რეკლამის გამო უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, მალე დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ.